ბარათაშვილმა ჩვენს აზრს, ჩვენს გულთათქმას, ჭკუა გონებას, დიდი განი და სიღრმე მისცა. ილია ჭავჭავაძის ეს შეფასება ქართველი მწერლის მომდევნო თაობებმა უდაოდ გაიზიარეს და მერანის ავტორს სამუდამოდ დაუმკვიდრდა საპატიო ადგილი ქართული მწერლობის განვითარების დიდგზაზე. ცხოვრების ტემპს დღეს ყველა იმდენად აყვა, რომ საკუთარი ისტორიისთვის ადგილი აღარავის გვაქვს. თუმცა ჩახრუხაძის ქუჩაზე მდებარე ეს შენობა მაინც ამაყად ინახავს თავისი მფლობელი სევდიან ისტორიას. ამ ორსართულიან სახლში ქართველი რომანტიკოსი ნიკოლოზ ბარათაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ცხოვრებელი ადგილი დღევანდელი სახით მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში ჩამოყალიბდა. ვარაუდობენ, რომ სახლის სარდაფში და პირველ სართულზე ძველი აგურის წყობა იმბანიანის სახლის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მე-19 საუკუნეში პოეტის საცხოვრებელს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე გადმოცემა. ბოლო საცხოვრისი მათი ოჯახის სტატუსი იყო, აი ეს სახლი, ეს ადგილი, ამას ამტკიცებს ყველა მკვლევარი. შეიძლება გვინდა გამოვიკვლიოთ ტატოს ცხოვრების კიდევ უფრო დაფარული პერიოდები თუ მისი ცხოვრება და შემოქმედება. სახლში მოხვედრისთანავე თავი საგამოფენო სივრცეში გეგონებათ. მაშინვე კედლებიდან გადმოსული ისტორიებით ივსები და პოეტის სულიერ სამყაროში იწყებ მოგზაურობას. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე 1982 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმი გაიხსნა, რადგან ქართულ საზოგადოებას პოეტის შესახებ ნივთიერი მტკიცებულება არ გააჩნია. მუზეუმში წარმოდგენილია 2000-მდე ექსპონატი, იმდროინდელი ყოფითი ნივთები, პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფოტომასალა. იმდროინდელი ექსპონატები არის სალონური ატმოსფეროა შექმნილი, როგორც მაშინ იყო მოდაში, ასე შეიძლება ითქვას, სალონური ცხოვრება ახლად დაარსებული იყო და შემოსული ქართულ რეალობაში. საურთიერთობო ერთადერთი წყარო იყო ადამიანებს შორის ეს სალონური ატმოსფერო. და ვინც კი რაიმეს შექმნიდა, დაწერდა, მუსიკალური იყო ეს თუ პოეზია იყო, პროზა იყო, ცეკვა იყო, ელემენტარული ჭორიც კი აქ ირჩეოდა ყველაფერი. მუზეუმის მესვეურები ეცადნენ, რომ შეექმნათ სალონური ატმოსფერო, აი გაეცოცხლებინათ იმ დროინდელი საზოგადოების ცხოვრება როგორი იყო. საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი შემოქმედების შესახებ პოეტის პირადი წერილები. მუზეუმის დათვალიერებისას მთლიანად ეცნობი მაშინდელი თბილისის ისტორიასა და იმდროინდელ მდგომარეობას. აქ გამოფენილი ექსპონატების მეშვეობით თითქმის პოეტის თანადროულ გარემოში გადადიხარ. მუზეუმი გარდა იმისა, რომ პოეტის შემოქმედების ამსახველ ისტორიას ინახავს, ასევე აქტიურადაა ჩართული საგამომცემლო საქმიანობაში. აქტიურად იმართება კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები, ეწყობა პოეზიის საღამოები და გამოფენები. ძალიან ხშირი არის ჩვენს მუზეუმში კულტურული ღონისძიებები, ეს ძირითადად ბავშვებზეც არის გათვლილი, სტუდენტებზე, ახალგაზრდობაზე. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ აქ ექსკურსიებზე დადიან ბავშვები, ტარდება ღია გაკვეთილები, კარი ღია არის აბსოლუტურად ყველასთვის და განსაკუთრებით ქართველი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. მუზეუმი ამჯერად მხატვარ ია და მიხეილ დიაკონიძეების გამოფენას მასპინძლობს. პირველი გამოფენაა და ძალიან მოხარული ვარ, რომ დამაფასა საზოგადოებამ და მობრძანდა და ჩემი გულის ტკივილი გაიზიარა. ამაღლების თვალსაზრისით რო ვილაპარაკოთ, უფრო ეკლესიური თემა არის და სილამაზის აღქმის თვალსაზრისით რო შევხედოთ ამ სიტუაციას, უფრო ძველი თბილისის ეპიზოდები მაქვს გადმოცემული რა ჩემ ნახატებში. რათუ მოგინდებათ უფრო ახლოს გაეცნოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ჩახრუხაძის 17 ნომერში პოეტის მუზეუმი დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ჩვენ კი 21 საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს იზღა დაგვრჩენია გაუფრთხილდეთ იმ შენობა ნაგებობებს, რომლებიც საინტერესო ისტორიებს ინახავენ.